მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ კუსიკა. დღეს გადავიღებთ ზომბი აპოკალიფსზე თამაშს. თამაში არის Minecraft-ი, ეს მოდი არის ზომბი აპოკალიფსზე, სადაც დამატებულია სხვადასხვა სახის ზომბები, ასევე დამატებულია სხვადასხვა ხის ცხოველები, მწერები, ჩიტები. წინა ვიდეო იყო hardcore-ზე. წინასწარ ბოდის გიხდით, რომ რაღაც ნაწილი არ ჩანს ვიდეოში, პატარა დაბლა ნაწილი უпроსტად ჩანს, მაგრამ ნახევრად და ამისთვის ბოდის გიხდით. გამიწევთ არხი და ლაიქით ვიდეო, ეს არ დაგავიწყდეთ. სულ ეს იყო რაც მინდა მეთქვა და მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში გავუცდით მაპზე, სადაც თავისით მოხსნა პური, იარაღი და ესეთი წიგნი. წიგნი რო გავხსენი, დამხვდა რაღაც ცხოველების გამარტევები. აქ სხვადასხვა ცხოველები იყო, რომლებიც ზოგი ვიცადი, ზოგი კიდე თავისით არ ვიცი, ეს მაგალითად ნიანგი იყო, რომელიც გავხსენი და გასაგებია. აქ სამწუხაროდ არ ვიცი რა დაემართა, მაგრამ არასწორად იყო კლავიშები მონიშნული. როგორც გავხსენი მოდპაკი, მე არაფერს არ შევხედი ვარ, ესენი პირდაპირ მომცა, არასწორად იყო და პირდაპირ გავასწორე, რომ მე არა, რადგან ვერ დავდიოდი. ამ გასწორების მერე პირველ რიგში დავათვალე სამყარო, როგორ გამოიყურებოდა, ჩავიდე თუ არა, რადგან ვიცით რომ ზომბის მოდი არის და გადავწყვიტე რომ დავეთვალებინა კიდევ მუსიკები იყო ძალიან ხმალზე, იქ ჩაუწიე, საერთოდაც გამორთე. გავაგრძელოთ თამაში. იარაღი ავტესტე, როგორ გამოიყურებოდა, გადავტენე ძალიან ლამაზად გამოიყურება. რეალისტურიც არის და მოდი რაღა დაგჩენია ჩავიდეთ დაბლა. დაბლა ჩასვლის მომენტში ძალიან ვფრთხილობდი, თან ხევსაც ვაგროვებდი, რადგან ხევი აუცილებლად დაგჭირდება შემდეგ განსავითარებლად და თან კიდე დაბლა რო ჩავა ზომები რო დაგხვდებიან, აუცილებლად დაგჭირდება, რომ რაიმე სახის ბლოკები ქონდეს, რომ ნაშენება რო დაგჭირდეს ზემოდან დადგომა. ეს იქნება ყველაზე უსაფრთხო გზა, რომ გამოვზრდეთ იმ საფრთხისა და ზომბებმა შეიძლება შეგვიქმნას. პირველ ზომბის ხმა რაღაც მომენტში აქ გავიგებ და ეს შენობა რო შევამჩნიე ძალიან გამიკვირდა, ძალიან ლამაზი შენობა იყო და პირველ რიგში რაც იყო მომინდა რომ ეს შენობა დამეთვალიერებინა და გამომეყვლია. ხო, როგორც აღმოჩნდა უკვე ზომბის ხმა გავიგე აქ და შევამჩნიეთ კიდევაც ზომბი, ალბათ თქვენც დაინახეთ. ასევე დაეხატა თავისი HP-ის მაჩვენებელი. აქ სხვადასხვა იარაღი პირველად დავტესტე, რადგან ზომა პირდაპირ ხეზე არ ვიცი რანაირად, მაგრამ ხეზე გაჩნდა დასმა უნდა და მოდიოდა ჩემსკენ ხო და პანიკურად ეგრევე გაუსპამე იარაღის სროლა. აქ დავკრავდე როგორც ყოველთვის ახლა crafting table-ი და სტიკები. დავდგი crafting table-ი, პირველ რიგში რაც უნდა გამეკეთებინა, დავკრავდე იარაღიები, მაგალითად როგორც არის X და PKX, ქართულად ნაჯახი და წერაქვი. და აქ ალბათ შევამჩნევით, რომ იარაღის ტყუებიც კი გვაქვს. ასევე რაღაც armor-იც კი გვაცვია, რომელსაც საინტერესო არის რა. მე მგონი თუ არ ვცდები, მხოლოდ დაცვის ეფექტი აქვს და ზომბების შხამისგან ასე არ გვისვავს რა. თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი ეს ხომ არ არის ესეთი armor-ი, რომელსაც სულ მოიხსნიანი, მაგალითად ზომბი ვირუსი დაგემართება, მაგრამ არა. სამომავლოდ მოვიხსნე კიდევაც ვიდეოში და არა, მსგავსი რამე არ მომხდარა. ხო, აქ ნელ-ნელა ჩავდივარ უკვე, ვათვალიერებ საიდან ჩავიდე, იმიტომ როგორც უკვე დაინახეთ, ზომბი შეხვდა ორჯერ, პირველი არ დავისხავ შორს იყო, მაგრამ დაბლა იყო უბრალოდ, მაგრამ მეორე როგორც ხედავთ უკვე თავის დასხმა სადა და იარაღით ძალიან მარტივად გავუმკლავდით. რა მეტი არცაფერი არ დაგვრჩენია ამ ხეზე რა თქმა უნდა რომ დავჩეთ ვერ განვითარდები და ნელ-ნელა ჩავდივარ რა და აქ უკვე გამოჩნდებიან ზომბები, რადგან უკვე მესმის ხმა და არ ვიცოდი საიდან მოდიოდა და ჩვენი შემდეგი ზომბიც გამოჩნდა. პირდაპირ იარაღი ავიდე და ვესროლე ძალიან მარტივად, მაგრამ ამასობაში მეორეც გამოჩნდა. არ ვიცი საიდან მოდიოდნენ, მაგრამ მოდიოდნენ ყოველ შემთხვევაში ერთი მომკალი და ვიფიქრე რომ ტყუების დახარჯვას მოდი ჯობია უბრალოდ ნაჯახით გავუმკლავდეთ, ჩავიდეთ და ვნახოთ თუ რამდენი HP დააკლება ჩემი ნაჯახის დარტყმის შემდეგ. როგორც უკვე მოგეხსენება და წინა ვიდეოში აღვნიშნეთ, ჩემი მთავარი იარაღი, რომელთაც მობებს იქნება ნაჯახი. ხო და ამ ვიდეოში მსგავსია, არაფერი არ შეიცვლება. საინტერესო ის არის, რომ ერთადერთი მობი, რომელიც ამ საყოველში შეიძლება შეხვდეს, არის ზომბი. გაძლიერებულები არიან ეს ზომბები, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით არანაირი სახის სხვა მონსტრი არ შემხვეტრია, მაგრამ შეიძლება უფრო ძლიერი მონსტრების კი დაგხვდეს სამომავლოდ. ეგ უკვე შემდეგ ვიდეოში დაგასპოილერებ დაგეტყვით. ამ ვიდეოში საინტერესო ზომბი ისეთი დიდი ძლიერი არ შეგხვედრიან, მაგრამ იქნება ისეთი მომენტები, სადაც ნამდვილად ექშენი იქნება რა. აქ გამიკვირდა ეს ხე რატო არის ამოტვიფრული მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს მოდპაკის დამატებული იყო. ძალიან ლამაზი არის სამყარო, აქ გავტესტე კიდევაც როგორ გავცურავდი და კი ძალიან ლამაზად გამოიყურება ყველაფერი საერთოდ რაც კი ამ მოდპაკშია დამატებული.
აქ გადავამუშავე ხეები ფიცრებად და გავაგზავნე სიარული. სიარულის მომენტში რა თქმა უნდა პირველი რასაც თვალი დავადგი როგორც უკვე აღვნიშნე ვიდეოში იყო ეს სასახლე თუ კორპუსები თუ არ ვიცი მოკლედ შენობები რა ხო და ვიფიქრე რომ პირდაპირ შევანგრევდი და ისე შევიდოდი რადგან არ დამეწყო ძებნა საიდან არის შესასვლელი კი ბატონო შევედი და დამხვდა ესეთი მიტოვებული სტილის სივრცე რომელიც თითქოს და არ ვიცი დიდი ხნის წინ მიატოვეს ანუ აი ზომბი აპოკალიფსი მოხდა რაღაც და ანუ ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი ვართ ჩვენ რაც ძალიან საინტერესო არის და ძალიან მიყვარს ასეთი თემატიკის თამაშები და ფილმებიც და ასეთ ვაიბს ტოვებს რომ თითქოს მარტო ჩვენ ვართ აქ ზომბის ხმა გავიგე და იარაღი მოვიმარჭვი ხელში იარაღით მე არა სივრთხილეს თავი არს კი ვარ რა თქმა უნდა ალბათ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეს hardcore-ს რატო არ თამაშობს ზომბი აპოკალიფსიო და ეს ზომბი ძალიან მარტივად მოვიგერიეთ აქ რატო არ თამაშობს hardcore-სო რა თქმა უნდა შემეძლო hardcore-ი მე თამაშია მაგრამ ზომბი აპოკალიფსის ეს მოდი კონკრეტულად არის გართულებული. რაღაც გასამარტივებლად კი არის, აი მაგალითად დაწყებისთანავე მოგვცა იარაღი, მოგვცა ტყვიები, მოგვცა პური საკვები, რომ ანუ უფრო მარტივად იყოს, მაგრამ რეალურად უფრო რთული არის ამ მოდპაკში გადარჩენა, ამიტომ მოდი დავივიწყეს hardcore რეჟიმი და მოდი ჯანდაბას იყოს survival mode მეთქი. პირველ რიგში დავიწყე რესურსების შეგროვება, თუმცა აქ სამწუხაროდ ეს მეგონა cobblestone-ი, მაგრამ cobblestone-ის კიბეები აღმოჩნდა. დიახ, cobblestone-ის კიბეები აღმოჩნდა და ძალიან იმედ გამაცრუებელი იყო, მაგრამ კაი ჯანდაბას, აი აქ დავინახე ქვა და ამის მოტრება. აქ თითქოს ფეხი ჩამივარდა და როგორ მოხდა არ ვიცი და მეთქი აქ გადავამოწო კიდე მეთქი ეგეთი რეალისტიკურია, რომ ფეხი შეიძლება ჩაგივარდეს მეთქი და მეორედან აღარ ჩამივარდა, მაგრამ არ ვიცი, ხაშკარად ესეთი მომენტი იყო, რომ თითქოს ფეხი ჩავარდა და ძალიან საინტერესო მომენტი იყო. აქ დავქრავთე როგორც ხედავთ უკვე ქვის ნაჯახი და წერაქვი, რომელიც აუცილებლად გამოსადეგია და უეჭველი უნდა დაგვიქრავთა და გადავხედე რა ხდება ზოგადად აი ამ სივრცეში და დავინახე რომ ძალიან ბევრი კორპუსები იდგა ჩვენს ამ ბიომში და ვიფიქრე მეთქი ეხა ანუ ერთი კორპუსი მთლიანად გავულთე და არანაირი რაღაც საინტერესო ლუთი რომელიც გამომადგებოდა არ იყო და ვიფიქრე რომ მოდი უბრალოდ ჩავიდოდი აქიდან და გავაგზავნებდი სხვა ბიომების ნახვას რადგან აი ამ კონკრეტულ ბიომში არაფერი საინტერესო არ იყო აქ თოლია გამომეყიდა არ ვიცი ჩემი მოკლა უნდა და თუ რა უნდა და მაგრამ ჩემსკენ მოფრინავდა და ვიფიქრე რომ ჩემთვის დარტყმა უნდა და ვესროლე და პირდაპირ მოვკალი ამას საინტერესო არაფერი არ დამიდო პრინციპში. აქ გადავტენე იარაღი ყოველ შემთხვევისთვის და მოდი წავალ მეთქი აქ cobblestone-ების მომანგრიელ ამაზად და საყვარლად, ამ კარებიდან რატომ უნდა გავსულიყავი. სხვა შორის მაინტერესებდა ეს კარი იღება თუ არა და აქ დავტესტე და არა, არ იღება მარჯვენა ღილაკით, მეთქი მოდი იქნება დამატებული, აქ ეგეთი რკინის კარის გაღება შემილია. და აქ მივიღე უაზრო დემეიჯი, თუმცა ეგ დიდი პრობლემა არ იყო. აქ გავაგზავნე სიარული. ხეების აღება გადავწყვიტე აქ, მაგრამ საკმარისი ხეები მქონდა და დავიწყე პრინციპში სოკოების აღება. სოკოები დაგვჭირდებოდა იმისთვის, რომ საჭმელს ვერ მოვიპოვებდით. სოკოებით როგორც უკვე მოგეხსენებათ, Minecraft-ში შეგიძლია დაკრავთო სუპი, ჯამს დაკრავთო და შემდეგ სუპი გამოვა. აქ პატარა ქრაში იყო, არ ვიცი რატო. და გავაგზავნე სოკოების მოპოვება, აქ თან სამყაროს უყვები, ძალიან ლამაზია როგორც ხედავთ, შეთავის შეიდერებით, თავისი მოდებით, რაღაც ქვების პატარა რესურს პაკებიც რო არის, ეგეც ძალიან საინტერესო არის, ალბათ დამეთანხმებით. სხვადასხვა ცხოველების მონადირება დავიწყე აქ. აქ იყო ცხვარი, როგორც შეამჩნევთ, ღორი და ეს იყო სელაპი. მაინტერესებს რომ სელაპი რამე ხორცს თუ დაგვიგდებდა და ორი მოვკალი, მაგრამ ხოლ XP დამიგდო და არ იყო ეს ჩემთვის საინტერესო, ამიტომ ყავსავი დავანებე. აქ ზუსტად ამ მომენტში გული გამისკდა. არ ჩანდა რომ წყალი ესხა და არ ვიცი როგორ, მაგრამ ის იმდენად გამიმართლა რომ ანუ ჩავარდის მომენტში წყალში ჩავარდი და თან არ ჩანდა ეგ წყალი, არც კი მოველოდი რომ გადავრჩებოდი. აღმოჩნდა რაღაც მაღაროში და ეს ზომბი როგორც ხედავთ დამხვდა აქ და მარტივად მოვკალი, წყლიდან არ გავსულა, იმიტომ რომ წყალი რა თქმა უნდა pushbacks უკეთებდა ზომბს. ანუ უკან აგდებდა, რა თქმა უნდა მაწყობდა იარაღის გამოყენება არ დავიწყე, რადგან გეტყვით რომ იარაღის გამოყენება ზოგადად მაღაროში არ არის ამ მოდპაკში მიზანშეწონილი და რატო? თუ კი გამოიყენებ იარაღს და ესვრი, მაგ შემთხვევაში ხვებს ასასინი და მოდიან. ანუ მე მეტი ზომბი მოვა. ეხა აქ დავკრავთე
როგორც ხედავთ ღუმელი და დავიწყე გამოწვა ამ საჭურეს. ქვალი არ მქონდა, ერთი რკინა ვიშოვე, როგორ არ ვიცი და რკინების მოყვება დავიწყე ჩვეულებრივად და შევუდექი მაინინგ. რკინებს მოვამტვრევთ რა თქმა უნდა, რადგან ყველაზე საჭირო რაც ეხლა გჭირდება კონკრეტულ მომენტში არის რკინები. და დავამატე ჩვეულებრივად ეს რკინა რომელშიც იწულიყო ამოვიღე, ჩავდე, ისეთი რკინები რომელიც არ იყო გამოწვარი, წავედი და პირდაპირ ლავის აღება დავიწყე. ალბათ გაგიკვირდება და ლავის აღება რატომ დაიწყო? ლავის აღება იმიტომ დავიწყე, რომ როგორც მოგეხსენებათ, ქვალი არ მქონდა, ხეები კიდე დაგჭირდება მომავლისთვის, შესაბამისად, ლავით შეგვიძლია გამოწვათ ჩვენი რესურსები და უფრო ხანძლივ ცეცხლიც კი აქვს ლავას, ვინც არ იცოდით ეს ხრიკი ყოველთვის დაგეხმარებათ, როცა ღუმელს ანთება გინდათ და რესურსები არ გაქვთ, ხოლო ლავა კი ახლოს გაქვთ. ლავა უფრო მაღლა აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა ჩვენგან აი აქ ავხედე და გავანიზე ის რაღაც მაღლა რა არის წარმოდგენა არ მაქვს ავიდეთ და ერთად ვნახოთ მოდი და კრაბი არის არ ვიცი რეალურად როგორ გამოიყურება მაგრამ პატარები არიან რეალურად თუ არ ვწდები თუ ზუსტად ეგ არის რომელსაც ვფიქრობ და აქ ჩემს წინ გამოიწია და ვიფიქრე რომ დამარტყოდა და ერთხელ დამარტყაგდეს და ეგ ვერ გავიგე იმის მიზეზი იყო რომ მე დავარტყი და შემდეგ ასე ვთქვათ თვითონაც შემომიტია თუ პირდაპირ მიტევდა მაგრამ როგორც კი ჩემკენ გამოიწია ვიფიქრე რომ ერთი ეგზე გადმოვიდა ავდექი და დავარტყი მოვკალი გავანადგურე აქ უკვე ლავა ავიღე წავედი ღუმელში ლავა ჩავასხი რომ გამოწვარიყო ის აირონები ანუ რკინები რომელიც გარშემო იყო ავიღე რადგან water bucket-ი მქონოდა და მალნა რომ ჩავარდებოდი იგივე არ დამმართოდა და რამის რომ გარდაუცვალე პირველივე ეპიზოდში იმიტომ რომ თან რო გარდაიცვალე ისევ იმ ხეზე გავჩნდა ღუმელი ისევ ენთო მაგრამ გამოსაწვევი აღარაფერი მქონდა და ვიფიქრე ბარემ ანთებულია ღუმელი მოდი რამეს უსვათ მოვიპოვებ აქა-იქ რაც არის და ჩავაგდებ რა ეს ალბათ თქვენს გეგონათ რომ იყო ოქრო თუმცა ეს ოქრო არ იყო ეს იყო სუპერი ოღონდ არ ვიცი ეს რა სუპერია ანუ წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს მაგრამ ოქრო არ იყო მეც კი გამიკვირდა ეგ არ იწובה რეალურად მე აქ მეგონა რომ იწובოდა წავედი და მოვიპოვე რკინები ეს დამოწყებული კოპერი ქვია კოპერები რადგან იარაღისტურების გამოყენებაში დამეხმარება იქ კოპერი იარაღისტურები მაგით იქრავდება აი ეს კი ნამდვილად ოქრო არის რომელიც ავიღე ხა და ძალიან გავს ეს ოქრო და ის რაღაც უცნაური რაღაც წიაღისეული მაგრამ არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს რა არის და რაში უნდა გამოიყენოს თუმცა ავიღე ჯანდაბას იქნებ მომავალში გამომადგეს და გავიგო რა არის აქ მოვამტვრე უკვე ჯანდაბას მეთქი გვეყოფა და წავედი უფრო საინტერესო გახდეს თავაში გამოვიკლე მთლიან მაღაროებს თუმცა ვეღარ ვიპოვე ის გასასვლელი და პირდაპირ დაბლა ჩავხთხარი რადგან ზომბის ხმა მესმოდა ჩავდი და დამხვდა ესეთი სიტუაცია ზომბები ძალიან ბევრი ზომბები უბრალოდ ზომბი კი არა ძალიან ბევრი აქ შემეშინდა და პირდაპირ ამოვქელო რადგან ესენი რომ აქ ამოსულიყვნენ ნამდვილად ვერ გადავჩებოდი თან მით უმეტეს არ ვიცოდი პირველად ნახე ეგ ზომბები და ძალიან საინტერესო მომენტი იყო რომ ან რამდენი არიან უკიდანაც კი ამოვქოლო რომ უკიდან ვინმე არ მომპაროდა და არ გადავეგდე აქ უკვე ვცადე მარჯვენა მიმიარა და ისე თავს დავსხმოდი თუმცა არ გამომივიდა მე იარაღი ამოვიღე მეთქი ხო არ დავასვა ყველას მაგრამ ამეტყვია ფიზიკურად არ მეკნებოდა და სხვა აღარ მქონდა ამოვქოლე და პირდაპირ როარ ამოსულიყვნენ მაგიტო ამოვქოლე და პირდაპირ ექსით ანუ ნაჯახით დავიწყე მათი განადგურება თუმცა იმდენად ბევრი იყვნენ რომ აქედან ძლივს უმიზნებდი ანუ ნახეთ როგორ ქაოსურად მოძრაობენ ძალიან ისეთი მომენტი იყო თან აქეთ ხტუნავდნენ თითქოს დარტყამდოდა და ამას რომ გადავიგდნენ იქ კარგი დღე ნამდვილად არ მელოდა ამიტომ გადავწყვიტე ამომენგრია ეს ნაწილი აქედან დავიწყე ტაქტიკურად მათი მოშორება ლავა არ მქონდა თორე უცბად ლავას ჩავისხავდი და ყველას ერთ მოვიშორებდი როგორც ხედავთ ნელ-ნელა უკვე შეცოდავდნენ მაგრამ მაინც ძალიან ბევრი არიან და აი აქ ამ მომენტში როდესაც დავარტყი ჩვენი ძალიან ლამაზი ქვის ნაჯახი გაგვიტყდება და აქედან კიდევ ერთი ზომბი მომსდევ და უკვე დავიღალე ამ ზომბების ყლისა მოდი თავს ავარიდებ უბრალოდ მეთქი მაგრამ ვერ წავედი მე გადავხედე სიტუაციას თუ შესაძლებდა ეს ზომბი ამოსვლას და დავწუნე ვერ შეძლებდა მინდოდა დაბლა ჩასვლა ზომბები მოემატნენ ან ძალიან ბევრი ზომბები გაჩნდებოდნენ იქ ეგ
თოფი რო გამესულა, ამიტომ დავაიგნორი და წავედი მეორე მხარეს. აქ რკინები შემხვდა და რესურსები რა თქმა უნდა გჭირდება. ავიღე რკინები, რაც შეიძლება მეტი მჭირდებოდა რკინები და აქ 8 ცალი აღმოჩნდა და ძალიან გამიმართლა. 8 ცალი რკინა, მედიაში საკმარისია. აქ მოდიოდა ეს ლამაზად და კარგად, მაგრამ შუბლი გავუხვიდეთ და უკნინანაც მომეპარენ ზომბები. აქედან ზომბები, ყველგან ზომბები. არ ვიცი საიდან გაჩნდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ აი ასე უცბად შეგროვდნენ და თავს დამეწყდნენ. პრინციპში კლაუდი, აი როგორც ხედავთ, ნელ-ნელა სპაუნდებიან, აქ მარცხნიდან ჩემომიტიეს და აქ უკვე პანიკაში ვარ. მეთქი რა ხდება, ჯანდაბა, რამდენი ზომბი არის. და უბრალოდ გავიქეცი ბლოკების შენებით. შემდეგ ავედი, გავაკეთე 4 ბლოკიანი სართული და ნახე რა, იქ თვალები მეგონა 8, თუმცა არა, თვალები არ ყოფილა და ვიფიქრე, ეხა ამაზე დროის დახარჯვას არ ჯობია, უბრალოდ გავიქცე და გადავწყვიტე, რომ არ ჯობია, რადგან მაინც უნდა გამოკიდებულოდნენ და ბოლოს მომეკლა. ხო და აი ესე პირდაპირ ჩავარტყი მოკალი ყველა. როცა ყველა მოკალი დაბლა ჩავხტი და ამათაც ესე თოფით გავუმკლავდი. ძალიან რთული არ ყოფილა ეს მომენტი. გადავწყვიტე უფრო ღრმად ჩავსულიყავი. აქ კიდევ ერთი ზომბი შეხვდა, ამას მარტივად მოვუღეთ ბოლო. გავაგზავნეთ გზა, ჩავდიოდით უფრო ღრმად და რაც უფრო ღრმად ჩავდიოდით, მით უფრო საშიში ხდებოდა ეს ყველაფერი. აქ ვიფიქრე, რომ ძალიან სიბნელე არის და მოდი, რადგან უკვე ქვალი გვაქვს და შევაგროვეთ, დავქრათ თორჩი. თორჩი დავიჭერე ხელში და ასე ჯობია რა თქმა უნდა. ბევრად ლამაზია. აქ კიდევ ერთი ზომბი შეხვდა, თუმცა ეს პრობლემა არ იყო, აქ მეორეც გამოჩნდა, თუმცა არც ესენი არ იყო პრობლემა, პირდაპირ ვესროლე, მესამე ზომბიც გამოჩნდება ეხლა, მაგრამ როგორც მახსოვს, შემოიჭრება შავქუდიანი ზომბი, თუმცა ეგეც არ იქნება პრობლემა, მარტივად გავუმკლავდებით და როგორც იქნა მოვუღეთ ბოლო ალბათ ხსოვებსაც. გავაგზავნე რესურსების შეგროვება, ჩავადი რანდომად ერთ-ერთ გასასვლელში და მოვიმარჯვე თოფი. რამე რო იყოს რომ ესროლა, თუმცა აქ ჩიხი აღმოჩნდა, წავედი უკან, გადავამწვე ტყუები და არც თუ ისე ბევრი მქონდა, მაგრამ აი არა უშავს. შემდეგ შეგვიძლია დავქვა, ქვალი დავინახე, ქვალი კიდევ გჭირდება და ავიღე, წყალი გადმოვიდა ეგრევე და დავიწყე ქვალები ჯანდაბას მეთქი, კიდე შეგვხდება. გავაგზავნე გზა, რედსტოუნები არ გჭირდება, ამიტომ გამოვტოვე. აქ ოქრო იყო, ოქრო შეიძლება ტყუების დაბზადებაში დაგჭირდეს. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ რადგან შეიძლება რომ დაგჭირდეს, პრინციპში რატომაც არა ავიღოთ. გავაგზავნე გზა და აი აქ დაგვხვდა პირდაპირ ზომბი, რომელსაც არ ვესროლე, რადგან ძალიან დიდი მაღარო არის და შეიძლება ამ ხმაურს გამოეწვია ზომბების ყურადღების მიქცევა და მე ბევრი მოსულიყო და ნამდვილად არ მქონდა მაგადი თავი, ამიტომ დავიწყე უბრალოდ შევეშვი. და გავაგზავნე გზა. აქ კიდევ ერთი ზომბი გაიჩიტა, რომელსაც თავი ავარიდე, კიდევ რამდენიმე ზომბი დავინახე და აი აქ უკვე მივხვდი, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარ და ჯანდაბა რა გავაკეთო, არ ვიცი. ხო და გავრივარ, აქ ჩიხი აღმოჩნდა, ვერსად ვერ გავიქცევი აქედან. წინან უფრო მეტი ზომბი მოდიოდა. არ ვიცი ზუსტ რა გავაკეთო ამ მომენტში და უბრალოდ გავბივარ და რა დავინახე. წარმოდგენაც არ გაქვს. დავინახე დაიმონდი, აი ამ ზომბების პიკში წყალი დავასხი უბრალოდ და ავედი მაღლა. ამ დაიმონდის გამოსვლა არ მინდოდა, რადგან პირველი დაიმონდი, რომელიც ვიდეოში შეხვდა. ასევე დავინახე სკულპტურები, თუმცა ეს ზომბები ნამდვილად მოსაშორებლები იყვნენ, რადგან ნახეთ რამდენი არიან და ქალშუა მოძრაობენ. ესენი უფრო მეტნი არიან, ვიდრე წინაზე ვუყალეთ და ამათ რომ ჩავეგდე, უბრალოდ მოკვდებოდი. ეს იყო და ეს. აქ ჩავანგრია, რადგან ვერ ვწვდებოდი, მეთქი ჯანდაბას მოვკლავ ყველას და აი აქ დამარტყეს, როგორც ხედავთ, ჩავარდი, გავიქეცი, ავაშენე ნაგებობა და კიდევ უფრო მეტი ზომბი მოდიოდნენ, მეთქი ეხა რა ვქნა ჯანდაბა. როგორც ხედავთ, იქიდან ზომბი ამოდიოდა და უფრო გავზარდე ჩვენი ნაგებობა. ვათვალიერებდი რა ხდებოდა, ეს რა შენობაა მეთქი, საერთოდ რა სკულპტურებია, მომეწონა შეიძლება აქ ლუთი იყოს მეთქი და პირველ რიგში უნდა მოვიშორდეს ზომბები. და გადავწყვიტე რომ ჩამეყარა აი ამ თხილში ყველანი, ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება, ალბათ დამეთანხმებით, რადგან ამათი მოკლა წაიღებდა ძალიან დიდ დროს და მოდი უბრალოდ ჭკვიანურად და ტაქტიკურად ვეუბნოთ და ჩავყავართ ყველანი აი ამ წყალში, რომელსაც ვეღარ მოვლენ. და გამართლა ამ გეგამ ძალიან მომეწონა, ყოფილი დავჭი და ეს 1-2 ზომბი მაინც დარჩა და ამათი მოკლა უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენდა. მოვიშორეთ თუ არა ეს ზომბი დავrწმუნდი რომ იქიდან ესენი ვერ ამოვიდოდნენ, გადაუკეტე ყველანაირი ამოსასვლელი, დავცინე და წამოვედი. ეს ამას რა უნდა და არ ვიცი, მაგრამ პირდაპირ მოვიშორე იარაღითვე.
აი აქ დამავიწყე რომ თუ გაისვრი მეტი ზომბები მოვლენ, მაგრამ ეგეც დავიკიდე, კიდე უფრო მეტი ვესროლე, თავარი იყო დაიმონდი ამეღო. და მოვიშორე ეს ზომბიც, მეორესაც ტვინი გავუხვიტე, მოდი ეხა უბრალოდ ავიღო ჩვენი დაიმონდი, თუმცა აქ კიდევ ერთ პრობლემას გადავაწყდი. დამავიწყდა სად იყო? აი აქ ვეძებ სად არის დაიმონდი, თუმცა დამავიწყდა. მე გამახსენე რომ სკულპტურასთან ახლოს იყო, ამიტომ მიუბრუნდი, სად მიდიხარ მეთქი კუსიკ. წავედი და დავინახე დაიმონდი, ესე წყნარა ჩვიდად ავიღე და ერთი მეგონა, მაგრამ ორი ყოფილა, თქვი, ერთისთვის ვიწვალე ამდენი, მაგრამ არა, ორი ყოფილა და კაი ჯანდაბას, ორი კიდე ნორმალურია. ავიღე ორი დაიმონდი და შევუღდე გზას. აი ინვენტარში არაფერი არ მეტევა უკვე, ძალიან გადავსებულია თან ახალი რესურს პაკებით, რაღაცები დამატებული და ხომ ხვდებით რა, როგორ სიტუაციაცა. მოვკალი ყველანი, ვინც კი გამოჩნდა. და ანუ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ახალი მოდპაკებია დამატებული, ახალი რაღაცეებია დამატებული, კიდევ ის რესურსები და ინვენტარი ძალიან სავსე მაქვს და აქ დავინახე სკივრი. ჩავიხედე სკივრში და რა მხდება? ჩანტა, ჯეკპოტი ხალხო. ავიღე ყველაფერი ჩავალაგე ამ ჩანტაში. ძალიან კარგად დამეხმარა ჩემი ინვენტორის გასუფთავებაში ეს ჩანტა. ხედავთ კიდე რა ხდება სკივრში მეთქი პური, თამბნეილი, რაღაც თოკის მაგვარი რაღაცეები, ასევე ჩირაღდანები და ყველაფერი რაც კი შეიძლება დამჭირდება და ავიღე და წამოვედი. ის რელსები რა თქმა უნდა არ გვჭირდება, რაც უნდა გამოვიყენოთ რელსები. აქ გადავხედე ნაგებობას და ვთქვი, ძალიან საინტერესო იყო ეს ჩესტი, მაგრამ რაღაც ვეღარ ვხედავ რაღაც საინტერესო ჩესტებს. ეს არ ვიცი რა არის, ავიღე. თითქოს ჭადრაკის ფიგურები იყო. არ ვიცი, წამოვიღე პრინციპში რა, არ ვიცი რაში გამომადგება, მაგრამ წამოვიღე. აქ ჩასვლას უკვე აზრი აღარ აქვს, ჩემი აზრით, ასე ვფიქრობდი, სკულპტურასაც რომ გადავხედე, არაფერი ჩესტიმს მაგვარი აღარ იტო და უბრალოდ გადავწყვიტე, რომ მაღლა ავსულიყავი. ძალიან გამიმართლა, წყალი, უბრალოდ ავცურე რა. არ ვიცი ეს რა ბიომია, შეხედეთ უბრალოდ რა ლამაზი რაღაცნაირი გაფორმებებია, ეს წყლის ყვავილები თითქოს რაღაც საინტერესო აქ იარაღი მოვიმარჯვე, რადგან ზომები დავინახე და ლაუსაღება ძალიან მჭირდებოდა, რადგან ზომებს დაუსხავ, მოკვდებია. ეს კამერის ეფექტებიც საინტერესო არის. აქ უკვე გადავწყვიტე რომ მოდი პირდაპირ ზღვაში შევალ და იქიდან გადავალ, რადგან დავინახე Desert Temple ქვია თუ არ ვცდები და ეგ დავინახე და აი აქ როგორც ხედავთ, ჩემსკენ მოდის ნიანგი. მეთქი ჯანდაბა, უბრალოდ გავიკეცი. არ ვიცი, ზომბები, ნიაგი აქ რაღაც მწერი დაფრინავს, საერთოდ რა ხდებოდა, როგორი ქაოსური მოძრაობა იყო, უბრალოდ გავიკეცი და Desert Temple-ისკენ გადავიტანე ჩემი ყურადღება. როგორც ხედავთ აქ რაღაც ანძები არის, სოფელი არის, რაღაც საინტერესო არის და გამიშდა რა თქმა უნდა სული, რომ ეს ყველაფერი ერთიანად გავლუთო. თუმცა აქ ძალიან დიდი პრობლემა არის, ძალიან ბევრი ზომბები გამომეკიდნენ. პირდაპირ შევედი Desert Temple-ში, რა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო, რადგან იქ უფრო მეტი ზომბები დამხვდნენ. არ ვიცი, ქაოსური მოძრაობა იყო, ვესროდი, მაგრამ ვიცოდი რომ ეს ზომბები დამეწეოდნენ და ყველას ერთად ვერ მოკავდი, აქ ჩაკეტავცადე, მაგრამ ბლოკები არ მეყო, ჯანდაბა. აქედან გავიო უკვე 2 HP-ზე ვარ. არ ვიცი, უბრალოდ გარეთ გაქცევა გადავწყვიტე, აქ კიდევ ერთი ზომბები დამხვდნენ, კიდე გავიქეცი. არ ვიცი, გავბივარ, მეთქი ბლოკები მაინც ავაშენო, იმაზე დავდგე. გავბივარ, ბოლო დონეზე ყვირი ვარ, არ ვიცი, ბლოკები ავიღე, არც ეგნი არ მეყო და საბოლოოდ წინ ზომბი დამხვდა და მომკლა. ხო, ეს იყო ჩვენი პირველი სიკვდილი. ბევრი წვალების მერე ვიპოვე ის ადგილს, სადაც მოვკვდი და აი ჩემი ცხედარი, რომელიც ძალიან საინტერესოდ გდია, ავიღე პრინციპში რაც ყველაფერი მქონდა, აქ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩვენი მთელი განვითარება არ დაგვეკარგა. პრინციპში სულ ეს იყო. დღევანდელ ეპიზოდში რო შევაჯამოთ, მოვიპოვოთ ბევრი რესურსები, გადავრჩით, პირველი სიკვდილიც ვნახეთ. შევისწავლეთ სამყარო, საკმაოდ ბევრი რაღაცები ვიშოვეთ, აი რო გადავხედოთ. თავისი დაიმონდებით და ყველაფრით, მაინც ძალიან საინტერესო იყო. თემატიკა ძალიან მომეწონა, ზომბი აპოკალიფსის, აუცილებლად გავაგრძელებთ. გადავხედოთ, ვიპოვეთ Desert Temple, ვიპოვეთ ესეთი ლამაზი სოფელი, რომელსაც შემდეგ ვიდეოში გავულთავთ აუცილებლად და ძალიან ბევრი რაღაც ნივთები ვიპოვეთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არ დავიწყეთ გამოიწვევთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, დააკომენტაროთ თუ რა სახის ვიდეო გინდათ შემდეგი. აბა ნახვამდის შემდეგ ვიდეომდე.